Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad, assalamu alaikum, მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სევრის მთაზე, სადაც პეღამბერი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა ჰიჯრობა გააკეთა მექე და მედინაში, როდესაც გადავიდა. მოგეხსენებათ, რომ ამ დროს იძულებული გახდნენ, რომ მოწინები წასული ყოფილი იყვნენ და პეღამბერი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა თავის საუბედიერებობათან ერთად ჰაზრეთი უბექირთან ერთად ამოვიდა ამ მთაზე, გამოქვაბულში, სადაც როგორც რომ ნაცნობილი არის ტრედმა ბუდე დაიჯო. მოგობამ ქსელი გაიკეთა, არის ეს ადგილი, ცოტა ხანში გაჩვენებთ. აქ 3 დღე ღამე დაჰყო და ამ დროისთვის, როდესაც ტრედი უნდა მოსულდა ყოფილიყო, მოსაკლავად დასდევდნენ. ცოტაც რო თავი დაეხარათ, დაინახავდნენ, რა თქმა უნდა, ჰაზრეთი უბექი რადიულლაჰ ღელავდა, ეშინოდა რომ დაინახავდნენ და შუამოწმეებს მიაყენებდნენ. ამ დროისთვის, ამ ფაქტებისთვის მოევლინა აიათები, აიათი ერთ-ერთი აიათი არის ლა თაჰზანულლაჰ მა'ანა. აიათის მნიშვნელობა არის, რომ ანუ მწუხარნი არ შეგეშლით, რადგან ალლაჰუ თაალა თქვენთან ერთად არის. ანუ ეს ადგილი, სადაც დაგანახებთ, არის ადგილი ძირფასო მორწმუნეებო, აქაც ნეტარი ძალიან საოცარი სურნელი და ცოტა ხანში დაგანახებთ იმ ადგილს, სადაც რაოდენიმე შორი მანძილი არის. ალლაჰ აკბარ. მართლაც რომ ალლაჰუმა სალli ალა საიდინა. والله ისეთი გემრიელი, ისეთი სასიამოვნო სურნელი არის, რომ ben şey yaparken, su şeyde yaparken şey çeker misin? Geç. Allah razı olsun. Ay sadgeli. სადაც რომ პეღამბერი ეფენდიმის სალალლაჰუ ალეიჰი დაჰყო 3 დღე ღამე. რა თქმა უნდა, ის უცნაური წარმართები, რომელსაც რომ მოსაკლავად დასდევდნენ, იმედი დაკარგეს, რომ კვალი დაკარგეს, რომ ისინი აქ იქნებოდნენ. და განახორციელეს, სადაც რომ ისე აი იმ შენობის ძირზე არის ქააბას შენობა და ადგილი, სადაც რომ შემოვალი ამოვიდა. მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ იმ ფაქტზე, რომ წარმოიდგინეთ, რომ ისლამი ჩვენამდენ როგორ მოაღწია, როგორი სირთულეებით, სიძნელეებით სამყაროს წყალობლად წოდებულ პიროვნება ძირფასი შუამოვარ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემი, როგორი ტკივილები, როგორი ტანჯვა გადაიტანა, საკუთარ ადგილიდან, სახლიდან გასდევნიდნენ, ჰიჯრობა გააკეთა, ანუ სხვა ადგილას გადავიდა საცხოვრებლად, მოსაკლავად დასდევდნენ, თებს შეაფარა თავი. ერთი საათამდე დაგვჭირდა, რომელიც ძალიან რთული ამოსასვლელი არის და ჩვენ ისევ ცხოვრობთ დღეს, რომ არავითარი პრობლემა არ არის გამზადებული. აი მაგალითად, პური რო ვშავთ ამ მაღაზიაში, მივდივართ და პურს ხედავთ, ვჭამთ, ხო? მაგრამ იმ პურის სანამ გამოწყობა მანამდე რა არის? ჯერ უნდა მიწა უნდა დაიხნას, უნდა კულტივაცია უნდა გაკეთდეს, შემდეგ უნდა დაითესოს, შეწამვა არის, აღება არის, შემდეგ ის ქვირში წაღება, მოტანა, მოზელა, ნუ ერთი სიტყვით, ანუ ჩვენამდე რომ გამზადებული პური მოვიდეს სოფრაზე, ძალიან ბევრ ადამიანს ხელში უნდა გაიაროს, გავიდეს. ანალოგიური დღეს ჩვენთან ისლამი არის გამზადებული ჩვენს ხელებში, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად რაღაც არ ვემსახურებით, ალლაჰის ბრძანებებს არ ვასრულებთ, ამიტომ განკითხეს დღეს ალლაჰის წინაშე, როდესაც წავდგებით, والله გასამართლებელი მიზეზი არ გვექნება. والله არ გვექნება გასამართლებელი მიზეზი. ასეთი სირთულეებით, როდესაც ან სხვა ქვეყნებში
ყოფილი მორწმუნეები წარმოვიდნენ აგერ პალესტინაში, ღაზაში, მორწმუნეები რა მდგომარეობაში არიან თურქმენისტანში, სადაც რომ კომუნისტური ჩინური წყობის რეჟიმის წესის ქვეშ არიან, სირიაში იყვნენ და სხვა ლიბიაში და სხვა ადგილებში, სადაც რომ მორწმუნეებს აწამებენ და წესის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენ დღეს მაგის მით უმეტეს, როცა ჩვენ ხალხმა კომუნისტური რეჟიმის თხოვნა გაიარეს, ის სირთულეებიც ნაწილობრივ, მაგრამ დღეს როდესაც არავითარი პრობლემა არ არის, რატო არ უნდა ვიმსახურებოდეთ ერთ-ერთი დასაფიქრებელი რამ რომ მიზეზი გამართლება არ გვექნება მართლაც. ამიტომ აქ ამოსვლას ჩვენი განზრახვა არის ისა, რომ წარმოვიდგინოთ ის განცდა, რომ არ სირთულეები გამეორა შუამავალი საჰაბებმა თავის მეგობრებმა და ინშალლაჰ უფრო ისლამის მიმართ მეტი უყურადღება, მეტი მოტივაცია გვექნება ალლაჰის ნებით. უზენაესი ალლაჰის გაყოფილება იყოს ყველა მორწმუნეებზე და მის ღვთისმსახურებიდან გვამყოფოს ინშალლაჰ.